როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ გრძნობებზე. რას გრძნობს ეს ადამიანი და რამდენად გულწრფელია თავის გრძნობაში. გრძნობა ემოცია, შიში იქნება, რაც იქნება, ყველაფერს ამოვიკითხავთ, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში ხართ, სამკუთხედი იქნება თუ ისე იქნება, მოკლედ ამას არ ვაკონკრეტებ და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ამდენი დადებითი კომენტარებისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. რაც შეეხება სულ მავიწყდება TikTok-ზეც და აქაც მაინც ბარემ გამოვაცხადებ ჩემს სახელს, მე რამდენიც არ გებლობენ უკვე არ ვიცი TikTok-ში შეიქმნა მგონი ტაროშთა გონებაო თუ რაღაცა არ ვიცი. ეს მე არა ვარ, მე მხოლოდ მაქვს ერთი გვერდი, პრივეტ ხათუნა. არ ვიცი ახლა მაგ სახელსაც თუ დაარქმევენ, ნუ იცოდეთ, რომ ვინც მე მომყვება, ყველამ იცის, რომ მე არ მახასიათებს ბევრი გვერდი შექმნა, იმიტომ რომ ამასაც თავისი პასუხისმგებლობა ჭირდება და ხომ იცით, როგორ უკვე ძალიან შევანელე, ასე ვთქვათ, აქტიურობა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. ამიტომ ფრთხილად იყავით. არ ვიცი როგორ ახერხებენ, მაგრამ ახერხებენ. Facebook-ზეც არის გაყალბებული. Instagram-ი არ ვიცი, მაგრამ TikTok-ზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მე მაქვს მხოლოდ ერთი და ისიც voice-ები თუ აგზავნე შეტყობინებას, არ ვიცი ხა voice-ებს თუ აყალბებენ, მაშინ ღმერთმა გაუმარჯოს. მაშინ ასე დავიწყოთ გრძნობები და პირველ რიგში მე მინდა მივაქციო ყურადღება, რამდენად სუფთა ეს გრძნობა. რას გრძნობს ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? თქვენს მიმართ რა გრძნობებია? რა გრძნობა ეს და გავშალოთ ახლა მისი გრძნობა. ისე გეტყვი, რომ გრძნობა რა თქმა უნდა აქვს. დასტის ბოლოს საერთო მთლიანი ენერგიაა და ეს რაინდი ამხედრებული ესე ლამაზად მოდის, შეიძლება არ იყოს ზოგადად გამხატული მისი სიტყვები ძალიან ვრცლად, მაგრამ გრძნობა აქვს შენს მიმართ. რამდენად სუფთა, ნახოთ ახლა ეს ყველაფერი. შეხედე რა კარგად აიწყო. რა კარგად აიწყო, იდეალურია. გრძნობა აქვს. სუფთა გულის არის ეს ადამიანი, ძალიან სუფთა გულის ადამიანია. თქვენს მიმართ ყველა ვარიანტში კეთილია. ძალიან კეთილია. სიყვარულიც აქვს, ემოციაც, რა ვიცი, სიყვარული და ემოცია ხო არ არის მაინც ერთი და იგივე. ეხლა ემოციაზე ვიტყოდი რაინდების თასზე, ხო? არის ადამიანი ემოციებში და სიამოვნებას იღებს აქედან, მაგრამ თასების მეფე თავისი გულწრფელი დამოკიდებულებით და დამოკიდებულებით ძალიან კარგად გვიჩვენებს. ერთი სიტყვით, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ეხლა რა თქმა უნდა, ამით ვერ ვიმსჯელებ ჩვენ მარტო, აქ არის კიდე მთავარი. სუფთა გული აქვს, ეს არის მთავარი. შეცდომების უფლება, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს, მაგრამ გული კეთილი აქვს, დიდი გული აქვს. თვით რა კარტებია მოდის. გაასაგებია ყველაფერი აქედან გამომდინარე. ნუ ახლა სიტუაციურადაც რო ავხსნათ ჩვენ მაინც ზოგადი გაშლა, თუ კონტაქტში არ არის ეს თქვენთან, ან თავისთავად კითხვა რო ისმის ახლა ვისაც ზუსტად იცით რომ გრძნობა აქვს და როგორი აქვს, ზოგად გაშლებს არ შეხედავდით, ხო? თუ ახლა დაპაუზებული ხართ, თუ ნაჩხუბარი ხართ, ან სამკუთხედებიც კი შედის, მოკლედ ყველამ შეგიძლიათ, სადაც მაინც კითხვის ნიშანი ისმის, შეხედოთ ამ ვიდეოს და თქვენი შეგრძნებიდან გამომდინარე გამოვიტანოთ დასკვნები. გრძნობა რა თქმა უნდა აქვს ამ ადამიანს თავის გულში. ეს ის ადამიანია, რომელიც არ საუბრობს ახლა გრძნობაზე და რაღაცნაირად არც თქვენთან არ უნდა დიდად გამხატოს. ეს მისთვის ბრილიანტივით სუფთა და ფასდაუდებელი გრძნობა. არ ვაზვიადებ. მისმა გულმა დიდი ხანია აგირჩია. არჩევანიც კარგად და სწორად ქონა გაკეთებული თქვენზე. უბრალოდ ნუ ხარ რა მოხდა და რა სიტუაცია, ეგ უკვე თქვენზე არის. ვიცი ხარ რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ გრძნობა აქვს. სუფთაა ეს გრძნობა. ერთი პატარა შეცდომა აქვს, ამას პატარას ვერ დავარქმევდი. თუ ადამიანმა არასწორად მოგექცა და ხუთიანი ხმალი არის ისეთი დაუვიწყარი შეცდომა, ისეთი ისტორია, რომ შეიძლება თქვა, რომ რა თმინდა მაგის სიყვარული. მართლა ამ ემოციას იწვევს, აი რაღაცნაირი აგრესიის, რა თმინდა მე შენი სიყვარული, როდესაც შენ მე ასე მომექეცი. როგორ მოგექცა, ფაქტია, ბევრისთვის შეიძლება ეს არ იყოს, მაგრამ მაინც განვიხილოთ. მაგრამ გული თქვენს მიმართ მაინც სუფთა აქვს და მის გულში თქვენს მიმართ სიყვარულს და
სუფთა მოგონებებს ინახავს, უფრო მოგონებებში ეს ყველაფერი გადასული. შეიძლება კიდევ ბევრმა არასწორი არჩევანის გააკეთა ურთიერთობაში და ესეც აწუხებს ამ პიროვნებას. გრძნობა, რა თქმა უნდა, მაინც ვიტყოდი, რომ გულწრფელი აქვს. გამოუთქმელია, როგორც ყოველთვის, განდეგილი არ საუბრობს თავის გრძნობაზე და ინახავს. მე აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანის ემოციებიდან ყოველთვის ხვდები, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და როგორი მოქმედება ექნება, არ არსებობს, როცა გულში მართლა ბრილიანტივით ინახავს ამ თქვენს მიმართ დამოკიდებულებას და მე რაღაცა და გადმოდგას ისეთი ნაბიჯები, რომ გაგაოცოს, ანუ არ უნდა ამას ეს ამის გაოცება და ამის სურვილი საერთოდაც არ აქვს დადის თავისთვის, ცხოვრობს თავისთვის, შეიძლება სხვა ურთიერთობაშიც იყოს ადამიანი, მაგრამ გულში თქვენ ყავდეთ. ამ შემთხვევაში ერთი მეორეს ამისთვის ხელს არ უშლის. ამიტომ მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, ერთ არკანს დავამატებ, რას გრძნობს პაჟი პენტაკლი. ყველაფერი გააზრებული აქვს ამ ადამიანს. პაჟი პენტაკლი არის მისგან არ წამოვა არანაირი ნაბიჯი, არანაირი მინიშნება, არც სიტყვა, რომელიც არ კონდეს აწონდაწონილი და მის ყველა სიტყვას აქვს ფასი. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ რაც თავარი იყო, გრძნობა შეგვემოწმებია, გრძნობა რამდენად სუფთა არის კი ბატონო, მაგრამ ახლა ვი როგორ იქცევა ეს არ ვიცი. აკლი ხარ ძალიან, ეს არის ემოციის დანაკლისი, კი არ მინდა ვთქვა, რომ ემოციურად რაღაცა გამათხოვრებული ადამიანი და ითხოვს, ხო, მოწყალებას ითხოვს, ხო, რაღაცნაირად შეიძლება ითხოვდეს თქვენგან რას იცი, შენდობას ითხოვდეს, ძალიან გავიხარდება თუ ასე იქნება, ითხოვდეს გრძნობას, იმიტომ რომ რაღაცა უკმარისობა აქვს ადამიანს. უკმარისობა აქვს და არეული აქვს თავში ყველაფერი. ეს კრიზისი, რომელიც მე მაინც ვერ ვიმსჯელებ მარტო სიყვარული სიტუაციურად აქ არეულდარეულია ყველაფერი და ეს კრიზისი, რომელიც არსებობს თქვენ შორის, სამწუხაროდ ეს გრძნობა ვერ გადააბიჯებს ამას და ვერ გადაფარავს, იმიტომ რომ სიყვარულია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარს, მაგრამ არ გამოდის ურთიერთობა ამ თუ იმ მიზეზებიდან გამომდინარე. შენ მასში მაინც იწევ საოცარ ახტაცებას, რა ვიცი, აქ ამ შემთხვევაში შენ ხარ არაჩვეულებრივი, რა ვიცი, მე ამას ასე აღვიქვავ, ხილის ასორტი, უგემრიელესი, მრავალფეროვანი, თვითკმაყოფილი მშვენიერი არსება და ასე აღიქვამს და სადღაც კიდე იკითხება, რომ გეტრფის ადამიანი, თუ როგორი ხარ შენ. მას თუ აქვს ინტერესი, მაგალითად იმისი, რას გრძნობ შენ მის მიმართ. იცი რა არის ინტერესი, რა მოგახსენო? უფრო ვიტყოდი, რომ დარწმუნებულია, ეს საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანია და დარწმუნებულია იმაში და ვერავითი რა უნდა დააჯეროს ახლა რო თქვას, რომ მე ამ გოგოს არ მაინტერესება, რაღაც პირიქით დარწმუნებულია, რომ სტაბილურად დღემდე მის მიმართ ძალიან კარგად ხარ განწყობილი და რომ შენმა გულმა რეალურად ეს ადამიანი აირჩია და თქვენში მაინც არის ეს რაღაც ბედნიერი ვაიბი, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს განიცდით და გრძნობთ თანაბრად. ამიტომ ძალიან თავდაჯერებულია, თუ თქვენ ახლა გალანძღეთ და მოკლედ მთელი ამბები გააკეთეთ, იცოდეთ, შეგატყობინებთ სამწუხარო ამბავს, რომ ზოგადი გაშლების მადლით, რა თქმა უნდა, რომ თქმა უნდა დარწმუნებულია, რომ გიყვარს და გინდა და რა ვიცი. ძალიან თავდაჯერებული პიროვნება. ელოდება თუ არა რამეს თქვენგან ვიკითხოთ, ელოდება რამეს? ელოდება კი, ელოდება. მაგრამ ისიც იცის, რომ შენ თან ძალიან კარგად არის აქ, რომ გოგონა არის გამსახული, უჭერ შენს 4-იან პენტაკლს ხელს, თითქოს არც უშვებ ამ ადამიანს, თითქოს აღარც შენთვის გინდა, მაგრამ სხვისთვისაც აღარ გემეტება ეს პიროვნება. არის ზამ, იცი შენი ხასიათი და პრინციპულობიდან გამომდინარე თუ რისგან გამომდინარე, ერთი სიტყვით დარწმუნებულია, რომ არ გააკეთებ, მაგრამ ისე ელოდება, მაინც ელოდება, იმეც არ კარგავს ადამიანი. განწყობილია ძალიან დადებითად. კარგი, მოდი მაშინ ვიკითხოთ მთლიანობაში. კი ვთქვი, რომ მარტო გრძნობებს შევეხოთ, მაგრამ მე აზარტში შევდივარ მეც. ვიკითხოთ აი ამ სიტუაციიდან, ამ სუფთა გრძნობიდან და არ აქვს მნიშვნელობა რა როგორ წავიდა, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. რა შეიძლება გამოვიდეს?
ერთადერთი რაც შეიძლება აქედან გამოვიდეს, თქვენ რაც განერვიულებთ, გადარდებთ და რაშიც კითხვის ნიშნები გაქვთ, ეს გაიფანტება. იმიტომ რომ მისი ნაბიჯი, მისი ნებისმიერი პატარა მინიშნებაც კი გაფანტავს შენში სევდას, მოწყენას და ყველაფერს, რაც შენში დღეს იწევს შფოთს. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? ფაქტია, რომ ვერ გივიწყებს ადამიანი თავისთავად, თუმცა გადაწყვეტილება როგორც ასეთი, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია და მოხდეს სწორი გადანაწილება ემოციების, შეთანხმება კომპრომისების წასვლა და თუნდაც არჩევანი, ეს არ კეთდება. მაგრამ რაც მთავარია, ცოტა სიტუაცია განეიტრალდება და რაც მთავარია, თქვენ რაღაცა ამოისურვებთ. რაღაცა მოგეშვება. ასეთი იყო დღევანდელი გაშლა გოგონებო, მე როგორც ყოველთვის ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.